დღეს ვამზადებთ პიცას სახურად, ძალიან მარტივად და ძალიან გემრიელად. ინგრედიენტების დეტალურ ჩამონათვალს და მოცულობებს რა თქმა უნდა დაგიტოვებთ ვიდეოს აღწერაში, ახლა კი დაუბრუნდეთ ვიდეოს. რაც აქამდე გამოგვრჩა იყო, რომ თბილ წყალში გავხსენი საფუარი და დავამატებ ქვილი. ამასაც დავამატე მარილი და მოვწილე ძალიან მსუბუქად. აი ეს ცომის ცემაც საჭირო იმისთვის, რომ ცომას სასურველი სტრუქტურა მიიღოს. ამ ეტაპზე მოგეჩვენებათ, რომ ცომი კარგად მოზელილი არ არის, თუმცა არ ინერვიულოთ, ასეც უნდა იყოს. მიღებული ცომი მოვათავსოთ ზეთიან ჭურჭელში და ამგვარად შევინახოთ ნახევარი საათი. ეს არის ცომის დასვენების პირველი ყველაზე მოკლე ეტაპი, რომლის შემდგომაც ცომი ასე უნდა გავწელოთ, შემდეგ მოვაგუნდავოთ და დავაბრუნოთ ისევ ცხიმ წასხმულ კონტეინერში. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ცომა სამჯერ უნდა დაისვენოს. მეორე ეტაპზე ცომს ვასვენებთ 1 საათით. როგორც ნახეთ, 1 საათის დასვენების შემდეგ ცომი ოდნავ ამოფუვდა, მიღებული მასა გადმოვიტანოთ დაფაზე და გავყოთ 2 ნაწილად. მე ამ მასისგან გამომივიდა 2 დიდი ზომის 6-ნაჭრიანი პიცა. თქვენ თუ უფრო პატარები გნებავთ, შეგიძლიათ 3 ნაწილადაც გაყოთ. უკვე გაყოფილ ცომს ვასვენებთ საათნახების განმავლობაში. ამ დროის გასვლისთანავე ცომი მზად არის გამოსაცხობად. მე გირჩევთ, რომ ცომი პირდაპირ პერგამენტზე გააბრტყელოთ, რათა გაგიმარტივდეთ მისი გადატანა საცხობ ფორმაზე. ცომის შიდა ნაწილს ვაბრტყელებთ ძალიან კარგად, ისე როგორც ხედავთ ვიდეოში, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ფანტაზია და იმის მიხედვით გააბრტყელოთ. ჩვენ გვექნება ცომის ცხობის 2 ეტაპი. პირველ ეტაპზე ცომს ვაცხობთ მხოლოდ ჩვენთვის სასურველ სოუსთან ერთად. ამისთვის თქვენი ღუმელი წინასწარ გაახურეთ მაქსიმალურ ტემპერატურამდე და ცომი მოათავსეთ ზედაწვის რეჟიმთან ყველაზე ახლოს მყოფ თაროზე. როგორც კი ცომის გვერდები ამოფუშფუშდება და ოდნავ შეშრება სოუსი, შეგიძლიათ გამოიღოთ და პიცას დაამატოთ თქვენთვის სასურველი ინგრედიენტები. ამის შემდეგ ცომს ისევ ვაბრუნებთ ზედაწვის რეჟიმთან ყველაზე ახლოს მდებარე თაროზე და როგორც კი ცომი ჩვენთვის სასურველ დონემდე დაიბრაწება, გადაგვაქვს ქვედაწვის რეჟიმთან ყველაზე ახლოს მყოფ თაროზე. ვაჩერებთ დაახლოებით 2-3 წუთი და ჩვენი ძალიან ხრაშუნო და გემრიელი პიცაც მზად არის.